ახალი წელი გვიახლოვდება, ჩემო მეგობრებო, სულ უფრო ახლოვდება და უფრო მძაფრდება წინა საახალწლო შეგრძნებები. ამ განწყობას ხელს უწყობს საახალწლო ქარავანი, რომელიც უკვე დაიძრა. ქარავანის მსვლელობა 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უფრო მეც მოძრავი დღესასწაულის შესახებ მარიამ იმედაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ. Coca-Cola-ს ზღაპარი 28 წლის წინ დაიწყო. მაშინ როცა ქვეყანაში სიბნელე და სიცივე იყო, ქალაქის ქუჩები უცხო, ხიარულმა სიმღერამ და ძველი სატვირთო შუქმა მოიცვა. 97 წლიდან აი პირველი მანქანა რო იყო, წარმოუდგენელი მანქანა იყო სხვადასხვა ძველი, ტექნიკურად გაუმართავი, დიდი ის გვედგა თავზე დინამიკი. გენერატორი შეერთებული ჩავსეთ ეს არაჩვეული მუსიკა ის ადვილი ხელმისაწვდომი და მე დამძღველა დავგაზდა თბილისის გარშემო. 1997 წელს ახალი წლის განწყობა პირველმა ქარავანმა მოიტანა და მას შემდეგ ეს ტრადიცია გრძელდება. ის რეაქციები პირველ რიგში გაგვირებული იყურებოდა რა ხდებაო? მე გაღიმებული დღემდე ასია. მიუხედავად მრავალწლიანი ტრადიციისა, ქარავნის ხილვა დიდსა თუ პატარაში ახალ, ჯადოსნურ ემოციას იწვევს. აი ესეთი გაღიმებული ხდება ის არაჩვეული თაობა გაიზარდა ქარავნებზე და ქარავნის შემყურე. ეხლა უკვე მთელ საქართველოს მოულოცავთ. მე დარწმუნებული ვარ. 26 წელი იქნება წარმოუდგენლად ბედნიერი ამ ტრადიციას კომპანია არ ღალატობს და ყოველწლიური ხასიათი აქვს Coca-Cola საშობაო საახალწლო ქარავნის გაცვლას. ყოველ წელს ისე ვიხარია, რომ თითქოს პირველად ვაკეთებ ამ ცვლილებას. 2025 წლის ქარავანი უკვე თბილისში მოგზაურობს. 23 დეკემბრიდან კი Coca-Cola-ს ქარავანი ახალი წლის განწყობასა და ჯადოსნურ ემოციებს რეგიონებში ჩაიტანს.